ოპოზიციონერ ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიები და ასევე უცხოელი პოლიტიკოსები. პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველოს სოლიდარობას უცხადებს ნიკა მელიას. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია თუ არა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების განეიტრალების მიზნით მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. Გითხულობთ ძლიერი საქართველოს Facebook გვერდზე, ასევე Facebook გვერდზე სტრატეგია აღმაშენებელმაც გამოაქვეყნა პოსტი. ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებით. ეს არის სისუსტის ნიშანი. პირველად დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე, შემდეგ ნიკა მელია. სხვა ლიდერებზე აღძრულია საქმეები. ეს არის გათვლილი კამპანია რეპრესიებით ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის. Გითხულობთ Facebook-ზე, ასევე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი, როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან, პასუხი ნათელია. არათანამშრომლობის თითოეული აქტი და უმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას. ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდობიანი გარემოს ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. Გითხულობთ წინააღმდეგობის პლატფორმის Facebook გვერდზე, რაც შეეხება გამოხმაურებებს უცხოეთიდან. პლატფორმა X-ზე სენატორი ჯო უილსონი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აქვეყნებს პოსტს ანტიამერიკულმა ქართული ოცნების რეჟიმმა ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, რომელიც ვიხილეთ ოპოზიციაზე წინა თავდასხმის შემთხვევაში. ცხადია, რომ მიმდინარეობს ოპოზიციის სრული აკრძალვა, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. გამოსავალია სანქციები, მიიჩნევს ჯო უილსონი, ასევე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი. როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანი ყველანაირი პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა, ისევე როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში გაკეთდა. ნიკა მელიას დაბატიმრება სავარაუდოდ უკანასკნელი არ იქნება. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი. თუ დემოკრატიები რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური ამბიციების წინააღმდეგობის გაწევას ისახავენ მიზნად, საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებია აუცილებელი. და მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მელიაზე ამბობს, ორივე სამწუხარო და მიუღებელია, რომ ევროკავშირი ქართული ოცნების მზარდი ავტორიტარიზმის წინაშე არ მოქმედებს. საქართველოს მოსახლეობას ნათლად აქვს განსაზღვრული თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა, ჩვენ არ შეგვიძლია მათთვის იმედის გაცვლება, აღნიშნავს ევროპარლამენტარი.